ეხლა როგორ უნდა ჩაიხედოს ადამიანმა თავის სულში. ეხლა ნახეთ. ეხლა აქ რო ჩვენ ჩავაბნელოთ, აი სრულად რო ჩავაბნელოთ, არც გარედან შემოდიოდეს სინათლე, ეს ნატურებით ჩავაქროთ. აქ ეხლა დავინახავთ სად რა უწესრიგობა, ხო ვერ დავინახავთ. რამიტომ რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ავანთოთ, სინათლე უნდა ავანთოთ, ხო მართალია და ჩვენ სულში არის სიბნელე. მაგრამ ჩვენ თუ სახარებისეული ნათლით, ქრისტეს ნათლით გავანათებთ იქაურობას, მაშინ დავინახავთ, რომ თურმე რამდენი უწესრიგობაა. ეხლა ქრისტეს ნათლით როგორ უნდა გავანათოთ? ეს რთული კი არ არის. რაღაცა კი არ დაგაბნიოთ რა ამ სიტყვებმა, ტერმინებმა. აი ნახეთ, წეღარაც თქვი. მოექეცი შენს მოყვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს. აი ამ წინადადებით შეხედეთ თქვენს აქციას ყველაფერს. რასაც აქამდე აკეთებდით და რასაც ამის მერე გააკეთებთ და მიხვდებით, რა უწესრიგოდ გაკეთდა და რა სწორად გაკეთდა. ანუ შინაგანად შენ მოგწონდა, მართლა მოგწონდა ის რასაც ხას უკეთებდი? თუ არ მოგწონდა, ესე იგი ეგ ცოდვა იყო. ეგ უნდა შეინან და დღეიდან ეგ აღარ უნდა გააკეთო. მაგრამ ისევ შეიძლება ჩავარდე მაგ ცოდვაში. დაზღვეული არაფრისგან არ ხარ, მაგრამ შენ წინასწარ არ უნდა მოიფიქრო, რომ დავუშვათ აი ვიღაცას ცუდ სიტყვებს ეუბნეოდი. და აქამდე გეგონა, რომ ეგ რა მაგარი ბიჭობა იყო და ვაჟკაცობა იყო. მაგრამ აღმოაჩინე, რომ შენ რომ გითხრან ეგ სიტყვა, რასაც ხალხს ეუბნეოდი, არ მოგეწონებ. ესე იგი მიხვდი შენ უკვე, რომ არც იმას არ მოეწონებ და მიხვდი, რომ ეგ ცოდვაა. გესმის და დღეიდან გადაწყვიტე, რომ აღარ გაიმეორო ეგ სიტყვა, მაგრამ სადღაც წამოგწდა. იმიტომ რომ ადამიანის ჩვევა ეგრე ადვილის შესაძლებელი არ არის. თუმცა პატარაობაში იოლია უფრო ეგ ჩვევა შეცვალა. აი რომ გაიზრდება მერე ძნელი. ეხლა მაგალითად აი პატარა ნერგი რო არის რაღაცას რო ჩარგავ მიწაში, აი ატამი ჩარგევა აშლი თუ მსხალი. სანამ ის პატარა და დავუშვათ გადახრილია ერთ მხარეს, იცი რას აკეთებენ? თოქს მოაბავენ და მოჭიმავენ და გაასწორებენ ეს. ან რამე ხეს ჩაურჭობენ და იმ ხეზე მიამაგრებენ, რომ ეს სწორად გაიზარდოს. იმის მოღუნვა და გასწორება ადვილია. მაგრამ აბა წარმოიდგინე 20 წელი რო გავიდა და რო დამსხვილდა ეხლა ეს ხე, მისი ესე მოდრეკვა და გასწორება ეგრე ადვილი არ არის. ამიტომ სანამ ასაკი პატარა გაქვთ არა, აი მაშინ თუ გამოასწორებ შენ ჩვეულებას, დიდობაში ეს შენ გაგახარებს. და თუ მიაყურადებ იმ ნერგს და გაიზრდება ესე უშნოდ და ახლა გახდება, იმის გამოსწორება უკვე ძალიან ძნელია. ძალიან ძნელი, აი ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება, ესე იგი უზნეოდ ცხოვრობდა, უსამართლოდ, უსიყვარულოდ, რაღაცა ცუდი ჩვეულებები ჰქონდა, მოხუცებულობაში მას ეგრე ადვილად კი ვერ გამოასწორებს. ესე რომ აი სანამ პატარები ხართ, ამაზე დაფიქრდით, ესე იგი რომ თქვენი თავის, აი როგორც იტყვიან ხოლმე, რომ თქვენი თავის თანამედროვე ტერმინით რო თქვა, საუკეთესო ვერსია რო წარმოაჩინოთ და რო განავითაროთ თქვენი თავი, ესე იგი. ამაზე